ქართული პროდუქტი გემოშა. Facebook გვერდზე არის როგორც გემოშა, ასევე ნიას ამბები. ეს არის ქართული მეწარმე დიანა სახოკია, რომელსაც აქვს საოცარი შესანიშნავი იდეა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში გახსნას სამკითხველო. მე ვიცი, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა დიანას. ყველა ჩვენთაგანი იყენებს სახლში სვანურ მარილს, აჯიკებს, ამიტომ მოდით ყველამ ერთად შევიძინოთ დიანა სახოკიას გემოშა, მწვანე, წითელი აჯიკა, ასევე სვანური მარილი, რომელიც კილოღრამს 10 ლარი და აი ამ აჯიკების თანხა მიდის მთლიანად სამკითხველოს მოწყობისთვის. შენ შეგიძლია გახდე ამ ისტორიის ნაწილი. ეს დღე ნელ-ნელა გადაიქცევა სივრცეთ, სადაც იქნება უზარმაზარი ბიბლიოთეკა და ბავშვებისთვის და მშობლებისთვის იქნება მშვიდი ადგილი. აქ განვითარდება აუცილებლად აგრომიმართულება, რომელიც ტურისტებს ნამდვილად დააინტერესებს და თუ გინდა რომ შენც ჩაერთო ამ ყველაფერში, შეგიძლია გამოგვიგზავნოთ წიგნი, ან უბრალოდ გასინჯო ჩვენი გაკეთებული მეგრული აჯიკა და ერთ დღეს აქ შეიძლება იყოს ხე, რომელიც შენ სახელთან იქნება დაკავშირებული. ვიყიდით ქართულს, გვერდით გავუდგებით ქართველ მეწარმეებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აახმაურონ რაიონები და განსაკუთრებით სოფლები. მაშასე გელოდებათ გემოშა და გელოდებათ ზუგდიდის რაიონის სოფელი ოქტომბერი, დიანა სახოკიას სამკითხველოსთან ერთად. მე ახლა მინდა მიმართო ჩვენს ემიგრანტებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ყოველთვის თქვენ დიდ გეხართ ხოლმე ხარში, თქვენ შეგიძლიათ და თქვენ შეგდგებათ გული საქართველოზე და თითო კილა აჯიკა რომ შეიძინოს ერთი აგურის დადებით სათამბრჯენები შენდება და ჩვენ შევძლებთ აუცილებლად რომ დიანა სახოკიას იდეას ფრთები შევასხათ. გელოდებით გემოშასთან ერთად.